მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო. მე გახლავართ ეკა ბერიძე და ეს არის გადაცემა დროის კადრები. გილოცავთ ახალ 2026 წელს. გისურვებთ სიყვარულით და ბედნიერებით სავსე წელს. საახალწლო განწყობით მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი ძვირფასი სტუმარი, პოეტი და ტელეწამყვანი, ჩემი მეგობარი გაგა გომართელი. მოგესალმებით, გილოცავთ მეც დამდეგს. Რავას დაესწარით, ჯანმრთელად, ბედნიერად და სიხარულის და ბედნიერების წელი ყოფილიყოს. გაიხარე, მადლობა რომ მესტუმრე. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. როგორ ხარ, როგორია წინა საახალწლო განწყობა? ვიცი, ჩვეულებრივად. რაღაცა განსაკუთრებულად ჩვეულებრივად. ჩვეულებრივად კარგია. კი ბატონო. გაგა, სანამ შენ შესახებ ვისაუბრებდე და უშუალოდ კითხვებით მოგმართავ, მინდა გაცნობო შენც და ჩემს მაყურებელსაც, რომ ჩემი გადაცემის სპონსორია ღვინის ონლაინ მაღაზია Wineland. ამჯერად Wineland-ის პარტნიორი კომპანია მეღვინეობა იყალთო გვთავაზობს საჩუქრად ღვინოებს, რომელიც შეგვიძლია დავაგემოვნოთ და შევაფასოთ და ერთი ბოთლი სპეციალურად გაგა გომართელისთვის ძალიან დიდი მადლობა Wineland-ს და მეღვინეობა იყალთოს შვენიერი ღვინო არომატიც რაღაცა. ნამდვილად მადლობას ვუხდი მეც Wineland-ს და მეღვინეობა გავესწროთ ჯანმრთელად და ბედნიერად. ბედნიერი ახალი წელი გქონოდეს ჩვენს მაყურებელს და სრულიად საქართველოს. ამინ. ეწვიეთ ვებგვერდს Wineland.gr და აირჩიეთ სასურველი ქართული ღვინოები. ამ ლამას სადღეგრძელოს ვფიქრობ ლექსი მოუხდება. რა შემოგთავაზებ? ეგრევე ლექსი დავიწყოთ. რა ვიცი, ხო. მოდი შევხნათ კი ბატონო. ესეთი ლექსი იყოს მაინც რაღაცა ცოტა ისე. თვალებში მეწვის თვარის უდაბნო გული მიჭირავს როგორც ნადავლი. არაფერია ქვეყნად უბადლო მხოლოდ სიყვარულს არ ყავს ბადალი, უსიყვარულოდ სულში წყლულია. ღმერთის დაწყებულს არ აქვს სასრული. 4 დრო რომ გაზაფხულია, სიყვარულია ის გაზაფხული. ესეთი ლექსი იყოს დასაწყისი. ულამაზესი ლექსია. მადლობა. გაგა, ბანალური შეკითხვა აღარ მინდა გავიმეორო, როდის დაიწყე წერა, რადგან ადრე უკვე კითხე და ვიცი რომ 9 აპრილზე გაქვს პირველი ლექსი დაწერილი. ხშირად წერ პატრიოტულ თემაზე, აი სამშობლოს ტკივილით გამოწვეულ ლექსებს. თით, ხშირად არა, მაგრამ არც იშვიათად. ესე ვიტყოდი. რა ვიცი. დროდადრო ეგრე მეწერება რაღაცა მომაწვევა, გამომდინარე რაღაცა პერიპეტიებიდან არის ხოლმე პერიოდები, როცა ეს მიმძაფრდება და მაგ დროს კი ხშირად ეხლა ძირითადი ხაზი რომ დაუშვათ პატრიოტული ლექსების იყოს ჩემი, ეგრე არ არის, მაგრამ კი რამოდენიმე ლექსი არის პატრიოტული, კი ბატონო. პირველი ლექსი სიყვარულზე ვის მიუძღვენი? პირველი ლექსი სიყვარულზე ვის მიუძღვენი? ხო, ჩემი კლასელი გოგო მიყვარდა და იმას მიუძღვენი. ხომ არ წაგვიკითხავ სიყვარულზე? არ მახსოვს. სიყვარულზე კი, მაგრამ ის ლექსი არ მახსოვს. ის ნახდათ არ მახსოვს, ეხლა რაღაცა რვეულში მეწერა. კაი, რომელიმე შენი შედევრი? შედევრი შეგითხრათ, მაგრამ კი ბატონო, რა ვიცი. ეს ლექსი მეტნაკლებად ყველა მიცის და ცოტა გძელი ლექსია, მაგრამ დავიკითხავ. მოგისმენთ სიამოვნებით. მადლობა ღმერთს, რომ ამ ქვეყნად სიყვარული მოიგონა. რომ უნაზეს ვარდის ხევა მიადოვნი დაიმონა, რომ ნაკადულს დარდად აწევს მზის სხივების სიბერფთალე, უმთვარეოთ ატირებულს ცას, უმშრალებს კარი თვალებს, ასე ვხედავ მომადლებულ სიყვარულის ზემის ქვეყნად. ვინც ამ გზნობით დაიბადა ვერ დარჩება ვერსად კენტად ელოა, სერავს ცას და ბინდულს თეთრი მთვარეც გამოღადრა, ობლობაში დარჩენილი ჭიქა, ღვინო და მიზმარდა მხოლოდ ერთი საფიქრალი ჩამად მაწევს სულის ფსკერზე, როგორ დავთმო სიკვდილის ჯამს გზნობა დახაზული მკერდზე, ან რა გულით შეველიო სიყვარული ცავსე თვალებს, მომაკვდავი გულის კარზე, სუნთქვა ზრუნვით მოკანკალეს, ჩემთვის მოძღვნილ სიცოცხლეს და სულში ამოფრენილ მტრედებს, იქაც ვნახავ, იქაც ვიგრძნობ მხოლოდ ეს ღამა იმედებს, არ დამტოვებს, ვიცი არსად სიყვარული ნაფერები,
ფანტელივით არ გაქრება ღამეები, ნათენები მომიგონებს, ყველა სახლი რაც ამ გრძნობით მოვიარე არ მომაკლებს ვიციებს სატრფო, ჩემი მგლოვიარე და მე სიზმარ შეხიზნული კვლავ დავლაშქრავ სარკმლის ღუდეს, სადაც გულით შენახული სიყვარული დაიბუდებს წველ მზეს საგავს ჩემი გრძნობა, გულში გაყრილ ცეცხლის ლახვარს, ასე ვიცით პოეტებმა სიყვარულის შემონახვა. არჩეულებრივია. ეს წიგნი ხო, ეს არის რომელი ბოლო ბოლო წიგნია? ბოლოს კრებულია. მე რაც ვიცი, 4 წიგნის ავტორი მეოთხე კრებულია მეოთხეა, ჩემი ხო? ადიოს. ორი წიგნის მასალა გქონდა კიდე გამზადებული, მე როგორც მახსოვს. მაქვს კიდევაც კი. ახალი წიგნი ხო. ჯერჯერობით არ ჯერჯერობით არა, ხო, ჯერჯერობით ერთ ცოტა დროში გაიწელება ეგ ამბავი, მაგრამ აუცილებლად იქნება სადრო მოამაგის. რაღაცები დახვეწა მინდა კიდე იქ რაღაც ცხელის შევლება, ასე ვთქვათ, თხეილის თვალის შევლება და აუცილებლად იქნება ეგ ორი კრებულიც ღვთისმსწავლობით, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. გაგა, გიყვარს ბოჰემური ცხოვრება? მიყვარს ხშირად ესე მიყვარს არ მიყვარსი არ არის. ან ხარ ბოჰემურად მაცხოვრებელი, ან არ ხარ. შეიძლება რაღაცეებში ხელს გიშლიდეს და იმ მომენტში არ გინდოდეს და არ გიყვარდეს. ხანდახან არის ხოლმე რომ რაღაცას გინდა რომ მოწყდე და იმაში ხელს იწყობს რა და გააჩნია ცხოვრების როგორი ის არის, როგორი რა მდგომარეობაში ხარ. ესე ბოჰემურად მაცხოვრებელი ვარ, კი ბატონო. ამბობენ. ქართული სუფრა, ისეთი molხენა, ქართული კეიკი კი ბატონო, აბსოლუტურად ჩემი ორგანული ამბავია ეგ. საოცარი სამეგობრო წრე ყავს, გიждები შენს მეგობრებზე? რაღაცა ერთი სიამოვნებაა თქვენს გვერდით ყოფნა. კი, ბევრი მეგობარი ყავს, ძირითადად ჩემი მეგობრები ხარ. გარდა იმ ადამიანებისა, ვისაც ეხა თქვენ გულისხმობთ, ძალიან ბევრი არის კიდე ქართული ხმების მომღერლები არიან. კი, სხვათა შორის მქონდა იდეა ჯაფარა მინდოდა მომეწვია შენთან ერთად ესე დუეტში რომ ნინა ჯაფარი ჩავეწერა ერთად, მაგრამ არ მოუხერხდა ნინოს დღეს და არაუშავს სამომავლოდ გადავდოთ. თამადობასთან როგორ ხარ? ხშირად გიწევს თამადობა? საკმაოდ. კი ბატონო, გამომდინარე იქიდან რომ მამა ჩემს კარგი თამადა იყო, საქართველოში ერთ-ერთი ცნობილი თამადა, ანუ ეხერხებოდა თამადობა. მის ასე ვთქვათ ყაიდაზე წამოვედი მეც და ეხერხებოდ თვათ ისეთი ვერა ვარ, როგორც მამა იყო, მაგრამ არ ამიშავს. შემოქმედებაში ზღვარი გაქვს მაგალითად ცენზურასთან მიმართებაში? იცით, არა, თუმცა ფიქრობ და ჩემი აზრით არ უნდა იყოს ჩემი აზრით ლექსი არ უნდა გადააქციო რაღაცა. ანუ სიხშირე არ უნდა იყოს დაუშვათ რაღაცა ისეთი რა, უწმაწურობის. ბატონო, ყოფილა ხა ჩემამდეც ყოლია პოეტები, რომელსაც ცენზურისთვის გადაუბიჯებიათ, იუდიციან და მანიფესტი ყველა მომიცით იქაც არის ეს დაუშვათ რაღაცა სხავრეზული რაღაცეები. მეც რამოდენიმე ლექსი არის ეგეთი, მაგრამ თუმცა ვფიქრობ, რომ არ უნდა შეწუხდეს ამითი მკითხველი. ანუ შენ თვითონაც არ უნდა დაბინძურდე ამითი. თუ სათქმელი არის და ითხოვს დაუშვათ იმ დროზე შენი განწყობილება და შენი განწყობა, მაშინ კი ბატონო, მაგრამ ეს არ უნდა გადაგექცეს რაღაცა ეს კონვეიორული სისტემით ესეთი ლექსები რა, ცოტა უხერხულია ალბათ რა. რაღაცა ამდენგვარ ლექსსაც თავისი ფასი უნდა კონდეს რაღაცა რა, რაღაცნაირად ერთი ან ორი იყოს და იყოს რაღაცა დასამახსოვრებელი იმ თვალსაზრისით, რომ თუ რაღაცაზე გაბრაზდი, რაღაცა ისე შეეხე, ისიც რომ ახსოვდეს მკითხველს, ალბათ. ჩემი აზრით. დიახ. როგორ ფიქრობ, თუ შეხვედრია პოეტი, რომელიც არის კარგი პოეტი, მაგრამ თვათ კარგი ადამიანი არ არის? რამდენი ჯგნებოთ? ანუ
პოეტის შემოქმედება არ ასახავს თვითონ ადამიანის ბუნებას, აი შინაგან თვისებებს, ადამიანურ თვისებებს, როგორ ფიქრობ? მოით ესე ეტყვით, პოეტი თვითონ რეალია როგორც ეგეთი ხო არ არის აპრიორში ის, რომ კარგი ადამიანი უნდა იყოს. აი კარგ ლექსებს რო წერს და წაიკითხავ ლექსს და ფიქრობ, რომ კარგი ადამიანი უნდა წერდეს ამას. მე თუ მკითხავთ, რა ვიცი, მე ჩემი აზრი ესეთია, რომ პოეტი უნდა შეესაბამებოდეს თავის ცხოვრებას, ანუ როგორც ცხოვრობს, ისე უნდა წერდეს. ანუ როგორი ადამიანიც არის, ისე უნდა წერდეს. ხო, მაგრამ აი ეგ მაინტერესებს ზუსტად, მაგრამ არის ხოლმე, როცა არ არის ეს თაგვი. არა, აბსოლუტურად რა, ძალიან ბევრი პოეტი ვიცი, რომელიც არ, უბრალოდ შეიძლება არც იყოს ცუდი ადამიანი სიტყვაზე ვამბობ, მაგალითისთვის, მაგრამ იყოს სხვანაირი ცხოვრებით მაცხოვრებელი და ლექსი ქონდეს აბსოლუტურად განსხვავებული. თუმცა კიდე ერთხელ ვამბობ, რომ ეს იმას ანიშნავს, რომ ის ცუდი ადამიანია. თუმცა არავინ არ ფიქრობს, რომ ცუდი ადამიანია, თვითონ ადამიანი. კი ბატონო. ყველას კარგი გონია ალბათ თავისთავად. ხო, ნუ ეხა არავინ არ იტყვის, რომ ცუდი ვარო, ხო? ვინც ამბობს, რომ ცუდი ვარო, ეს უკვე შინანულია, უკვე ხდება ესე იგი, რომ რაღაცას ისე არ აკეთებს, როგორც უნდა აკეთებდეს და უკვე კარგის დასაწყისია. თუმცა ეხა არის ხოლმე ხსმენია ჩვენ, აუშვათ ეხა ჩვენ დიდ პოეტებზეც, იგივე ვაჟა-ფშაველაძე, იგივე გალახტიონზე, რომ ასე პიროვნული თვისებები მაინდა-მაინც ეხა სახარბიელო და საქებარი არ ქონდათ რა. ეხა ვაჟა-ფშაველაძე იცახდა, რომ მოჭუბარი იყო, ანუ რაღაცა ჭუბის თავი იყო, ვიღაცას ყური მოვაჭრა, რაღაც ესეთი რაღაცები ხო ხსმენია. გალაქტიონზე იცახდა, რომ თავდაყირად დგება ისტორია იმდენ ამის. ხო, უხასიათო იყო გალაქტიონს, მეგობარი არ ყავდა, ძალიან ისეთი რთული ხასიათი ჰქონდა და არასამეგობრო ადამიანი იყო, მაგრამ პოეტი იყო, გადასარევი ხო, ანუ რა ვიცი, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ადამიანი როგორიც ხარ, შინაგანად ისეთი ლექსები გაქვს. სხვაგვარად მე არ მესმის, შეიძლება ვწდები, მაგრამ ჩემთვის ესე. ხუმრობა გიყვარს? კი. კურიოზს ხომ არ გაიხსენებდი რამეს? წელი ცხოვრება კურიოზია და დრამა კურიოზი. რა ვიცი, ახ პირველი რაც მომაფიქრე რატომაც არ ვიცი, ზამთრის მინაზე რატომ უნდა მოგაფიქრდეს. მე და ჩემი მეგობარი მივდიოდით ზღვაზე. ჩვეულებრივად მატარებლით მივდივართ ზღვაზე, რაღაცა გვინდა რომ დავიშვენოთ, ასე ვთქვათ. ახალგაზრდები ვართ მაშინ და შევედით და რაღაცა გვიყვარდა ზევითთა საწოლებზე მეც და იმასაც ესე გვიყვარდა. წივართ რაღაც ის კონიაკი გავხსენით, სამგზავროდ თანწრუპავთ რაღაცა და უცებ იღება კარები და შემოდის ისინი ქალი, სადაც ჯუახნის მისი შვილი, როგორც მე გავიგეთ და ორი პატარა ბავშვი. ნუ ეხა სტანდარტული მატარებლის ამბავი ხო იცი დავითვალეთ 4 ადგილი 2-ზე ჩვენზე ვართ. კუბები. 4 ადამიანი შემოვიდა და ეხა სად უნდა წავიდეთ? ან რა უნდა ვქნათ, არ ვიცით. და რა თქმა უნდა ეხა ჩვენ ჩამოვედით, ნუ ბავშვები არიან, ქალები არიან, დაუთმეთ. ანუ ქალმა თავი გაიგიჟა რომ არო მე ზევითო ვერ დავწევი, ვერც ბავშვებს ვერ დავაწვენო, გადმოვარდებიან რაღაც ატყდა ერთი ამბავი. რაღაცა და ნუ ვზივართ. ასე ვთქვათ, ერთ საწოლზე მოვთავსდით მე და ჩემი ძმაკაცი, ეს ჩვილი ბავშვი ერთმა დაიწვინა იმ დედამ, ეს მეორე ქალი აქ ეწევს, ვინც არ არის ვერ გავიგე და აი ეს ერთმანეთზე მიყუდებულები ვართ და ჩაგვეძინასავით რა, წაგვიღო ძილმა, სასმელმაც თავის იქნა და ყველაზე ცუდი რაც შეიძლება და მომხდარიყო იმ წუთას კუპე, მაშინელი კუპეთან ეხლა ბევრად კომფორტული მატარებლები და მაშინელ კუპეში ჯერ ეს ბავშვი ხო ძლივი დააძინეს რაღაცა და ბავშვმა ეხლა რა იქნა თოთო ბავშვმა და პირდაპირ მოისახა და სუნი აი ამაზე უარესი რა უნდა დაგვემართოს თქო რა ვამბობდით რომ რაღაცა და აგვემართა კიდეს და მაგათ მახსოვს რომ ტამბურში გავედით მე ეს ჩაცკულებს გვეძინა და ესე ჩავედით მახუნ აკინჯაურამდე
ძალიან ისეთი იყო. თან მე გაუბრაზდით არა, რაღაცე უნდა გაუბრაზდე ბავში, მაგრამ რაღაცა დისკომფორტი შეგვექნა და მაგრამ მე სიცილით ვიხსენებდით ამას, რომ მაგრა ვიმგზავრეთ. და თან ჩვენ თავი რა იყო, რომ თავიდან ბილეთს რო ყიდულობდით, რომ არა ჩვენ ვიქნებით და გადავიხდით და რაღაც, მაგრამ ვერ მიუსწარით, აღებული იყო ეს და ნუ ვფიქრეთ, რომ რაღაცა ორი შემოვა იმათად დაუმეგობრდეთ და ნახდათ არ მოვლოდით, ეგ საბავშვო ბაღი შემოვიდა და თან ხო, ეს გაუთვალისწინებელი. პატარა თოთო ბავშვით, რომელიც იქ მოისახმებდა და მე შემოგვიწევდა. მთელი ცხოვრება კურიოზიო და დრამაო ახსენე. ფიქრობ, რომ შენი ცხოვრება დრამატულია? რა თქმა უნდა, ადამიანის ყოფა ზოგადად ახლა მეტნაკლებად ყველაში დატვირთულია რა ქვია. რატო ფიქრობ, რომ დრამატულია? არა, მასე არ ვფიქრობ, ცვალებადობაა, ხანისია, ხანასია რა ვიცი, მაგრამ მეტწილად ახლა რაღაცეები ადამიანს როცა გააქვს რა რაღაც განსაცდელები გააქვს, ხდება ისეთი რაღაც ადამიანები გაყდება შენთვის, ძვირფასი ადამიანები, ვინმეს განისდი, ათასი ფიქრია, ზოგჯერ ისეთი რაღაცა ხდება, რომელსაც ვერ ილაპარაკებ, ვერ გამოიტან. შეიძლება ჩემ შემთხვევაში ლექსად დაწერო, მაგრამ ამაზე მაინც გიწევს ფიქრი, დარდი რაღაცა. ანუ ადამიანის ცხოვრება ზოგადად ყოფა ხო ესეა რა, რაღაც სუსაფიქრალია, სულ რაღაც არის და რაღაცა კარგი რო ხდება, ვეჭიდებით იმ კარგს რა. ძალიან ძირითადად თუ რაღაცა ის სუსაფიქრალში, სუწვალებაში, სულ რაღაცა აი ამაში ვარ, რა ქვია, ორონტრიალში. პოეტის ცხოვრება კიდე ცოტა კიდე სხვანაირად განსაკუთრებულად იგრძნობა ასე ვთქვათ. ჩემს გადაცემას ქვია დროის კადრები და ხომ არ გაიხსენებდი შენი ცხოვრების რაიმე მნიშვნელოვან დროის კადრს? ვიცი, ძალიან ბევრი შემილია ჩამოთვალო იგივე ამაში. შვილების დაბადება, ამაზე დიდი რა უნდა კონდეს ადამიანს და ვიცი, თუნდაც ვიხსენებდი პირველად რო გავედი ასე ვთქვათ ლექსის ასაკითხად სცენაზე სუსუ პირველად მე არც ყოფილვარ ამ ამბულაში მანამდე და პირდაპირ უნივერსიტეტის დარბაზში სცენაზე ცოტა ჩემთვის უჩვეულო არა ვარ მე მორცხვი ადამიანი ესე ვთქვათ პუბლიკასთან მაგრამ ძალიან გამიჭირდა რა გამიჭირდა იმ თვალსაზრისით რომ ჩემთვის უცხო იყო მაგრამ რაღაცა ესე და ესეთი რაღაც კადრები არის რა თქმა უნდა ბევრი კადრები კიდე მახსოვს ერთი ჩემთვის მნიშვნელოვანი ამბავი ასე ვთქვათ კადრი როცა ბავშვობაში ქონა სიბლილის შიში და ძიროში როცა ვთამაშობდი რაღაცა არ ვიყავ თლად პატარა სადაც 11-12 წელი ეს იყო სარდაფი და დამაფიქრა მაგრამ ეს სიბლილის მეშინი და მახსოვს ძალით ჩავედი იმ სარდაფში და ძალიან მეშინოდა მაგრამ რაღაცა დრო დავყავი მაინც იმ გადამელახა ვერ გეტყვით ეხა იმას რომ იმ წუთას ვერ გადავლახე ეს მაგრამ რაღაცნაირად მე შევეჩვიე და ეს რაღაც ცხოვრებისეული კადრები რა თქმა უნდა შვილები ახსენე მნიშვნელოვანი შენ ცხოვრებაში რაც მოხდა ერთ-ერთი ფაქტი და მინდა გთხოვო წაიკითხო შენი სავიზიტო ბარათი ლექსი რომელიც მთელს საქართველოს უყვარს და არც მე ვარ გამონაკლისი ჩემს მომავალ თაობას ის მიუძღვენი ეს ლექსი რა თქმა უნდა მაგრამ შვილებს განსაკუთრებულად ალბათ ხო კი ბატონო რა თქმა უნდა ჯერ ადამიანი შვილებს შენს შემდეგ შვილებს მოიაზრებ ხო რა თქმა უნდა სხვაებსაც რავი იმიტომ რომ ეხლა მარტო შენი შვილები ხო არ არის საზოგადოება რაც ხვალინდელი საქართველოა ისინიც არიან საზოგადოების წევრი და თვლი რომ ამ კუთხით უნდა შევხედოთ მე იმას არ ვამბობ რომ შვილზე მეტად გიყვარს არა რა თქმა უნდა შეუძლებელია მაგრამ შენი შვილის თაობა არის ის საზოგადოება რომელიც ხვალ იქნება იქართველებს და მათი არის ქვეყანა და
კი ბატონო, რა ვიცი, ეს ლექსი ჩემთვის ეხლა სავიზიტო ბარათი გახდა, ხო? არ მეგონა სხვათა შორის, იმიტომ რომ რა ვიცი, რაღაცნაირად არ მეგონა. უბრალოდ რაღაცნაირად ესე დაიწერა ეს ლექსი. თხოვნაც არის, ანდერძიც არის, აი რაღაცნაირად ეს დაიწერა და მართლა არ მიფიქრა, რომ ეს რაღაცნაირად ესე გავარდება. ხო, საკმაოდ გავარდა მინდა გითხრა. ხო. და მთელმა საქართველოს შეიყვარა, როგორც უკვე კი აღნიშნე. ბატონო. თუმცა ყველა შენი ლექსი არაჩვეულებრივია და ეგრე ვედი. საოცარი ლექსები გაქვს. კი ბატონო, ჩემს მომავალთაობას. ახლა ჩემი ფიქრები მომავლისკენ გარბიან. დამიჯერეთ ქართველის ყველა ფიქრი დარდია სიბერისკენ წასული ვარ, ნამცეცი თაობის, უბედური ეპოქის, თქმური არარაობის, ავი დროის ტუსახის სისასტიკის მთხრობელი დროის უკუღმართობის ყინვით გაუთბობელი, ქრისტეს ასაკს მიმდგარი გონება და რღვეული ერთდროს სხვისი ჯალათი სული გადარეული თავს, ვიმართლებ ასეთი ბედი ჭედა დროებამ, ცხოველივით გამქონდა ნაცრისფერი ცხოვრება. ახლა ვხვდები ყველაფერს, მაგრამ არის გვიანი ყურთან ღმერთის ხმამესმის შენ ხარ ადამიანი, სინანულის ჭამს განცდა ყველა ნამოქმედარის, ვინდა სული გავრეცხო ღმერთის გავხდე მხედარი, მაგრამ ერთხელ დალაქულს ვეღარ შველი გონებას, უბადრუკი ცრემლები, აი ჩემი ქონება ზამთარია ჩემს გულში სევდისფერად მთოვარი, აი ჩემი მეფობის ოქროს მონაპოვარი, ახლა ვხვდები ავსა და სიკეთეში სხვაობას, ხოდამ გემუდარებით ჩემს მომავალ თაობას. უფლის კვალზე იარეთ ნაცვლად ძმათა ომისა, მორჩილებით შეაღეთ კარი ამ ბიონისა, გონება არ დაუთმოთ ცოდვას ფიქრად მოწოლის ბოროტებას, უდარგავთ ჩაიხუტეთ ობოლით რწმენით მამა პაპურით, ახად თქვნეთ თასები კაენს ნამოქმედარში ნუღარ დაემსგავსებით სულს ცოდვა გამოგლიჯეთ, ყური კეთილს ათხოვეთ, საქართველოს დიდების ჟამი მოიახლოვეთ, გახსოვდეთ რომ ამ ქვეყნად არ არსებობს პირადი. უკმა გაუნაწილეთ მიუსაფარს, მივარდნილს ჭეშმარიტი გზის კვლევად ერთი გქონდეთ კომპასი, სადაც სიყვარულია, სადაც გიხმობთ მოყვასი, გონაბნეულ ასულის დევნა არის საცდური. ჩანასახში ჩაკალით საქმე, არაკაცური პატიების მომტყოვნილს მუშტებს ნუ მოუღერებთ ტყუილს, ნუ გაამეფებთ ნამდვილ გზნობას უმღერეთ კუპრის, ტბორში ჩაფერფლის გამაგონეთ ზახილი, სამშობლოსთვის ნალესი დამანახეთ, მახვილი ჯოჯოხეთის ქვესკნელში გამაგონეთ, შავლეგო მინდა სულმა ქართულმა საზვერენი, წალეკოს მჯერა მეიმედება რომ გოლგოთას გაივლით, ქართულ სულსაც დაანთებთ წაზე ჩირაღდანივით, არ დაკარგოთ ოღონდ ძლიერება, ერთობა, ერთმანეთის სულისთვის უფალს, თხოვეთ შენდობა გულით, მიუსამძიმრეთ ცევდა სრემლად ჩამოშლილს, სუნთქვა გადააფარეთ დედის ხელებს გათოშილს, დამანახეთ ქართველი ერი როგორ აშენდა, ჩამომძახეთ რომ დილა ბედნიერი, გათენდა მამა პაპის ნასისყარს, ფუჭად არ ჩაუვლია რომ ქართველის მოშურნე ყველა დამარხულია გუნდმა შევარდენების გული, შემომინგრიოს, ვისაც შურია ცოცხლებს შურიც, იმან იძიოს, თქვენ კი მიტევებასთან მოახდინეთ თანხვედრა, დამანახეთ ბოროტი მადლმა როგორ გახედნა რაღა გითხრათ, მიწავარ, სხვა რამ არ დამრჩენია, აწყომ მე არ მიწყალა, მომავალი თქვენია. ბრავო, გაგა, საოცარი ლექსია მართლაც. ძალიან აქტიური წელი გქონდა შემოქმედებით თვალსაზრისით. ხშირი სალონური შეხვედრები, არაერთი შემოქმედებითი საღამო. ერთ-ერთ ასეთ შენი შემოქმედებითი საღამო იყო, მე მგონი ძალიან ხმაური მოყვა და სკანდალი. როგორ ფიქრობ, რა იყო ამის მიზეზი? მე მაგალითად რამდენი ღონისძიებაც არ უნდა ჩაატარო, სიამოვნებით დავესწრები შეძლებს დაგვარად, რა თქმა უნდა. და მე მგონი ახლაც არის დაგეგმილი ხო წლის ბოლომდე კიდევ საქციში ჩვენ საყვარელი კი, 30-იანი ლიამეტრეულთან საქციში კი ბატონო. მაგრამ აი როგორ ფიქრობ, ვის უნდა ჭირდებოდეს ეს? რა იწვევს ამ ხალხში აგრესიას? თუ რისი მიზეზია ეს? უსიყვარულობა გამებდა დედამიწაზე. დედამიწაზე რა ხდება, მე არ გამოვდგები დიდ და ასე ვთქვათ რაღაცა ექსპერტად რა ხდება დედამიწაზე და არც პოლიტოლოგი ვარ, თუმცა დიპლომატიური აკადემია მაქვს დამთავრებული, მაგრამ ნუ იქ რაღაცა გარკვეულ ჯგუფს, რომელსაც თავის პოლიტიკური შეხედულება აქვს და რაღაცა წერალთა სახთან რაღაცა სადაო პოლიტიკურ ნიშნით რაღაცა სადაო აქვს,
აი ამ იმაში მოვყევი მეც რა. ან შენს გამო არ მოხდა ეს. არა, ჩემი გამო არა, იმიტომ მანამდეც რაღაც ღონისძიებებს მანამდეც გამოეხმაურა ეს ვიწრო ჯგუფი და იგივე პათოსით. ანუ ის შური რაღაც ადამიანური შენს მიმართ არ ყოფილა. მე არ მიგჯნია. შური არ მიგჯნია, ვერ მოვიტყვე, ან ჩემი რა უნდა გშურდეს ადამიანს არ ვიცი და მაგრამ ეს იყო რაღაცა ეს პოლიტიკური რაღაცა ნიშნით ცისულელე თქვეს ეხა, მაგრამ მე ახლა დიდად არ მიმიქცევია ყურადღება. უბრალოდ რაღაც ჩემი აზრი დავაფიქსირე და სისულელეც არის და სასაცილოა ეხა რომ მე აყვე იმას. რატო უნდა შურდეს მართლაც შენი ვინმეს როცა ასეთი ვიცი არის. არც არაფერი არ მაქვს ისეთი რომ ადამიანი ხარ და მუსიკალური ადამიანი ხარ, მღერი არაჩვეულებრივად გარდა იმისა რომ პოლიტიკა. ჩემ ჭიას ვახარე. ჩემ ჭიას როგორც ქართულს ასევე უცხოურ სიმღერებსაც ვახარე. და ჩემს აღმოჩენა იყო ამას წინათ მითხარი რომ დრამერიც ყოფილ ხარ ბავშვობაში. ბავშვობაში, ახალგაზრდობაში კი მოდო. დასარტყამი ინსტრუმენტები მიყვარდა ბავშვობიდან და ამოდენიმე ჯგუფში უკრავდი კიდეც. ხო, ეხა აღარ არის მაგის დრო და ჯგუფიც არ არის შესაბამისად. ინსტრუმენტი უნდა კონდეს რა ისეთ ადგილას რომ ხელმისაწვდომი იყოს რომ დაჯდე და დაუკრა და სამწუხაროდ ფუფუნება აღარ არის ჩემ ცხოვრებაში. თუმცა პოეზიაში ხარ მთლიანად გადასული. კი ბატონო. პოეზიაში ვარ და მანდ ვიქნები. პროზასაც ხომ არ იცით რა, რაღაცა ცადე დავიწყე, მაგრამ სიმართლეს გეტყვით ცოტა ისევა რა, ის აი რაღაცა ნელა იწერება. ლექსი ცოტა სხვა მომენტია ჩემთვის რა. ხო და ალბათ დაუბრუნდები, მაგრამ ჯერ არა. რაღაცა დაწყებული მაქვს და ვნახოთ რა გამო. დაუბრუნდები ალბათ. ეხლა შეწყვეტილი მაქვს ეს პროცესი. ის არის რაღაცა ესე მაქვს ხოლმე რა, არის ხოლმე რაღაც სიახლეები, რომელსაც არ ვერიდები. სიახლის შემოტანა ჩემ ცხოვრებაში არის რასაც მეტნაკლები რაღაც სიფრთხილით ვეკიდები და პროზასთან შეხება არის ზუსტად ის რასაც სიფრთხილით ვეკიდები, იმიტომ რომ არ ვიცი როგორ გამომივა. რა ვიცი, ნახოთ. ტელეწამყვანი ხარ ხო? ისევ ხარ? ვიყავი, ეხლა აღარა ვარ. დროის უკმარისობის გამო. თუმცა ცადე ეგეც ცადე და რა ვიცი, მე მგონი ურიგოთ არ გამომშლია რაღაცა. რამოდენიმე კარგი გადაცემა გავწერეთ. ხელოვან ადამიანებს შენ ამ შემთხვევაში მე მგონი ნიჭიერებაში საზღვარი არ გაგაჩნია და შეთ რა არის ესე ჩემ თავზე მაგას ვერ ვიტყვი ხა არიან ადამიანები მრავალ ნიჭიერები არიან ღმერთმა გაუმოჯოს. ჩემ ვერ ვიტყვი. მე მაგალითად სახვით ხელოვნების ნიჭი არ მაქვს. ხატვას აი ვერ არ გამოდის არანაირად. თუმცა ჩემი შვილის უმეხუმრე არა რამოდენიმე ნახატი მაგდა მომავალში კიდია სახში ჩემი ნახატები რომ რაღაც გაგას ნახატი და ჩემი შვილის უმეხუმრე ხატვა შენ არის და არაფერი და გამოფენა კი მომიწყევა ხო და აი შეიძლება მომავალში კიდეც დახატო რა ვიცი წაგვიკითხე კიდევ ერთი ლექსი ხო კი ბატონო რა ვიცი ხა ფიქრობ რომელი ლექსი წავიკითხო კი ბატონო იყოს ეს გაზაფხულზე არის ეს ლექსი დამთრიდან რო გაზაფხულზე ხო აგვიცივდა ხა საახალწლო ხო ცოტა თბილის შემოვიტანო განწყობა გვაქვს მაგრამ თბილი განწყობა შემოვიტანო სითბო ვიგრძნოთ ხო დამად დაედო მიტკლისფერი გზაჯვარედინებს დროდადრო დარდი შემაწუხებს გულზე მცოცავი დგავარ და ტუჩებს სათქმელი ვერ გავაბედინე დგავარ ნაომარ კართაგენის ხარაჩოსავით ორაშორს არის მნათობი და მაინც არ მცივა მაცვია მხრებზე ნაცხოვრები წლების ლოდები ზამთრის სიავე რომ ვერ მოკლავს მე ის კაცი ვარ მე ის კაცი ვარ გაზაფხულს რომ დაველოდები ანგელოზების ხმახთიური სიმფონიების ფონზე სიმწვანის მიიკრავენ თების შვირინგებს როცა ბილიკებს დააკვდებათ ქალწულიები სახლიდან გავალ და ბეღურებს შემოვირიგებ ჩემო ფიგივეს და გონებმა ფიქრმა დაცხრილა დაცლილი ავის იზმრებით და ფუჭის ფოთვებით ზამთრის სიავე რომ ვერ მოკლავს მე ის კაცი ვარ გაზაფხულს რომ დაველოდები რა არის შენთვის პოეზია მაინც? აი რა ვიცი როგორ ვიტყვით ძალიან მნიშვნელოვანი რო არის და
მაცოცხლებელი რო არის, ცოტა ბანალურად იქნება. ცოტა ესე ვიტყვი რა, რემისია რა. აი ეს ყველაფერი ეს არის განზომილება, სადაც აი რა ჩემი სამყაროა და ეს არის განზომილება, სადაც მე მაქვს ყველა ჩემი ასე ვთქვათ, შიგნიდან განცდილი ფიქრი იქნება ეს რაღაცა ცხოვრების სიუჟეტი იქნება აბსოლუტურად ყველაფერი. ეს არის ჩემი სკივრია რა, ასე რომ ვთქვათ. შინაგანი სათავსო რაღაცნაირი, სადაც რაღაცებს ვალაგებ, ჩემ განცდებს, ფიქრებს და ასე შემდეგ. ლამაზი ნათქვამია, სკივრი. სადაც განცდებს ალაგებ. გაგა, მომავალ გეგმებზეც გითხარი რამე? ხო, მომავალი გეგმები ესეთი მაქვს, რომ რა ვიცი, განსაკუთრებულად ესე არ მიცხოვრია მე რა დაგეგმილი ცხოვრებ, ყოველთვის რაღაცა უფრო სპონტანური გადაწყვეტილებების ასე ვთქვათ ავტორი ვარ ჩემ ცხოვრებაში. ნუ რაღაც მიზანი ხო გაქვს მაინც რაც კი, მინდა რომ აი ეგან თქვი რომ რაღაცა სალონური საღამოები ამოვიდა. მინდა რომ საქართველოში და თბილისში და მთლიან საქართველოში აღდგეს სალონური საღამოების კულტურა, ასე ვთქვათ რა. იმიტომ რომ ადრე იყო ხოლმე ძალიან ბევრი და მომღერლები მიდიოდნენ, მხატვრები, პოეტები ასე და რაღაცა ლამაზი საღამო გამოდიოდა, აბსოლუტურად სპონტანურად. მინდა რომ ესეთი რაღაცები დაინერგოს და ერთ-ერთი ასე ვთქვათ ხელშემწყობი მე ვიყო ამ არა მარტო ჩემი ამაზე არა საუბარი სხვისიც სხვადასხვა ხელოვნება ხო მრავალ განტოტვილი ასე ვთქვათ იყვნენ მუსიკოსები მხატვრები ჩართული ამ საქმეში მინდა რომ რაღაცნაირად ჩემი წილი ასე ვთქვათ წვლილი შევიტანო ამ სალონური საღამოების აღდგენაში რა ვიცი როგორ გამომივა და ეგანაც თქვით უკვე რომ კრებულის გამოშვება მინდა რა და კრებულს აუცილებლად გამოვიშეკ რა ვიცი მინდა გისურვო მიზნების ასრულება დიდი მადლობა კიდევ მოგილოცო დამდეგი ახალი წელი ოცნებების ასრულების წელი ყოფილიყოს ერთ მანქანას და ნელა-ნელა უნდა დავასრულოთ გადაცემა მინდა შენი ლექსით დავასრულო ეს გადაცემა მანამდე კი დავამშვიდობები ჩემს მაყურებელს და შევახსენებ რომ ეს იყო დროის კადრები ეკაბერიძესთან ერთად და ჩემი სტუმარი გახლდათ პოეტი, მწერალთა კავშირის წევრი, გალაქტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის და ოქროს მედლის მფლობელი, ასევე ილია ჭავჭავაძის სახელობის გაზეთ ივერიის პრემიის ლაურეატი. გილოცავ კიდევ ერთხელ ახალ წელს, მადლობა მომბრძანებისთვის. და ვუტოვებ შენს ლექსს ჩემს მაყურებელს. ბედს გილოცავთ და მართლაც ოცნებების აღდგენის წელი ყოფილიყოს, ბედნიერების წელი ყოფილიყოს. ჩვენი გაუკეთესოების წელი ყოფილიყოს, ასე ვთქვათ, ყველა ადამიანის და საქართველოს ყოფილიყოს რაღაცა ამთლიანების და ბედნიერების წელი და რა ვიცი, პატარა ესეთ ლექსს ვიტყვი. დიდით აღარ შეგაწმენთ თავს და ესე ვიტყვი. სამზეოს მე მაინც ლექსებით გამოვალ, რადგანაც ლექსებით მივლია ყოველთვის პოეტი, მე ბევრჯერ სიკვდილის გამოვარ და ერთხელ სიცოცხლის გამოვარ პოეტი. იმ ერთ სიცოცხლეში გაგვიმარჯოს და ბევრი ახალი წელი გვაზე იმოღმერთ. გაგვიმარჯოს, კიდევ ერთხელ ვაინლენდს გადავუხდი მადლობას და მეღვინეობა იყალთოს. დიდი მადლობა, მეღვინეობა იყალთოს მშვენიერი ღვინისთვის და გალამაზებისთვის, საახალწლო სუფრის გალამაზებისთვის უღმესი მადლობა და ვაინლენდს მადლობა. ნამდვილად ეწვიეთ საიტს wineland.gr და აირჩიეთ ქართული ღვინოები. შენს წიგნს ქვია ადიოს, როგორც ერთ-ერთ ლექს ადიოს. მანდაც ადიოს გაწერია და გემშვიდობებით აი ასეთი. გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. ადიოს. ადიოს.